აშიშიანი ჩაი დამალევინეს მე მგონი. აშიშილი ძელი სოკო. Sardina. Lemonigina. ურა საკეთოს. ეს ადგილი მეგობრებო არის მოსესპას Star Wars-ის ბაზა. მე ძალიან მაინტერესებს აქ თავს დავცულად რატო გზნობდნენ, მაგრამ რა ვიცი, თავის საქმეს თვითონ იცი. მე საერთოდ ვერ ვგზნობ ახლა აქ თავს დავცულად და უსაფრთხოდ. სალამი მეგობრებო, იბრუნდებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეოთი. ამჯერად უკვე ტუნისის პირდაპირ შუაგულში ვარ, უდაბნოში ვარ. ვინც წინა ვიდეოს უყურეთ და არ გამოგჩათ, ისე იგი არხი გაქვთ გამოწერილი და ზუსტად იცით მაშინ აქამდე როგორ მოვედი. აი ესეთი ხედით გავიღვიძე დღესდღე. გუშინ ღამე აქ რომ მოვდიოდი, ყველაფერი აი ძალიან ცუდად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი რომ საერთოდ ღირდა თუ არა აქ წამოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი თვალი გავახილე, როგორც კი მზის სხივები დავინახე როგორც საოცარ ადგილზე გავიღვიძე, მაშინვე დავაგ და ყველაფერი თავის ადგილზე და დიდი მადლობა აი ამ შესაძლებლობისთვის, რომ მე დღეს აი აქ მოგზაურობ, ჩემთვის არის საოცარი შეგრძნება და საოცარი გამოცდილება. სხვათა შორის რაც უდაბნოში გადმოვედი, უკვე საკმაოდ აცივდა და თერმოკურტკას დამჭირდა, დღესდილით ჩავიცვი, იმიტომ რომ ძალიან სიცივი არის აქეთ და მოგზაურობას ვაგრძელებ ტუნისის კიდევ უფრო ცენტრალური ნაწილებისკენ, სადაც დავათვალიერებთ ულამაზეს და უძველეს ტუნისურ სოფელს. უბრალოდ დამიჯერეთ, მენდეთ, რომ აი საოცარი სანახაობები გველოდება წინ, ასე რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ამ ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ვიდეოს ბოლოს მაინც დაიმსახურებს დალაიქებას. და კომენტარებს ველოდები თქვენგან რას ფიქრობთ ამ მოგზაურობის შესახებ. და კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, ეს მოგზაურობა ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება და დარწმუნებული ვარ ის ადამიანები, ვისაც მოგზაურობა მართლა უყვარს, ვისაც ნამდვილი თავგადასავალი უყვარს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად გამიგებს, იმიტომ რომ ბევრისთვის ალბათ ეს წარმოუდგენელი არის ესე მოგზაურობა, მაგრამ ჩემთვის აი ეს არის ნამდვილი თავგადასავალი. როცა არ იცი ღამე სად დარჩები, სად მიდიხარ, არაფერი დაგეგმილი არ გაქვს. ხან კარაოში იძინებ, ხან მანქანაში იძინებ, ხან გზას ვეღარ აგრძელებ. აი ეს არის ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობა და ნამდვილი თავგადასავალი. ხო და ვისაც ნამდვილი თავგადასავალი გიყვართ, აი ზუსტად ეს ხალხი უნდა ვიყოთ აი ამ არხზე. აი ესაა დღევანდელი გეგმა. ეხლა მაკაფებულ ცივ ყავას დავლევ, რომელიც ჩემთვის ეხლა საერთოდ ყველაზე გემრიელი ყავა არის, რაც კი შეიძლება და ეხლა დამერია. და მე უკვე გავაგრძელებ გზას ჩემი დანიშნულების ადგილისკენ, უძველესი ტუნისური სოფლები უნდა მოვინახულო. იმედი მაქვს, რომ გზად სადმე პატარა კაფე შემხვდება, დავჯდები და გემრიელად შევჭამ, მაგრამ თუ არ შემხვდება, არც ეგ არ არის პრობლემა. ჩიფსების ძალიან დიდი არჩევანი მაქვს და რომელიმეთი გავერთობი გზაში. ეხლა ამ თემზე გამახსენდა ფილმი რო არის მცდარი შესახვევი, თუ გაქვთ ნანახი, ძველი ფილმი არის, პირველი ნაწილი რა. აი ზუსტად ესეთი ადგილი არის. მე რო შეჭამე მთელ ოჯახს. როდესაც მე არასწორად არ გადავუხვი. აი ეს არის ნამდვილი ტუნისი მეგობრებო. ეხლა სპეციალურად გავჩერდი გზაზე, რომ უბრალოდ კარგად მეჩვენებინა თქვენთვის რა გარემო არის და სად ვარ და მოკლედ სად მოგზაურობ რა. აი მთელი გზა არის ესეთი უდაბნო არის, წარმოიდგინეთ აქ ადამიანები ცხოვრობენ დღემდე და არ ვიცი აქ არც წყალი მგონია რომ იყოს არაფერი, სამაგიეროდ ნავთობი არის ძალიან ბევრი, ყველა ფეხის ნაბიჯზე ესე 20 ლიტრიანი ბალონებით ყიდიან. რა თქმა უნდა აქაც თითქმის ყველგან ზეთის ხილი არის. აი წარმოიდგინეთ იმ მთაზეც რომ პატარა
დასახლება ჩანს დღემდე ადამიანები აი მანდ ცხოვრობენ. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ აი ჩვენთვის რაღაც ჩვენთან წარმოიდგინეთ აი საქართველოში სოფლებში ხო წყალიც არის, დენიც არის, გზებიც არის, ანუ თითქმის ყველანაირი კომუნიკაცია არის 90% სოფლებში და არ ვიძახი შეიძლება სადმე არის ისეთი ადგილები, სადაც დენიც არ არის დღემდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ადამიანებს უჩნდებათ უფრო მეტის სურვილი, რომ უფრო კომფორტში იცხოვრონ, ჩამოვიდნენ ქალაქში, რაღაც სხვა საქმე გააკეთონ რაღაც და აი აქ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი ადამიანი, არ ვიცი რა ალბათ მილიონობით ადამიანი ჯერ ისევ აი ამ პირობებში ცხოვრობს. მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ ყველაფერი. ეხლა რომელ სოფელშიც მივდივართ, ერთ-ერთი უძველესი სოფელი არის და ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება და როგორც ვიცი, იქაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები. ასე რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ამ ვიდეოში ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს. ამ საოცრებას შეხედეთ. აი ეს გზა გამოვიარე. იქიდან ამოვედი. ისეთი საოცარი ხედებია, რომ აი მინდა რომ ყოველ წამს გავაჩერო მანქანა, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი ვიდეო გამოვა, თორე აი არ ვიცი, არ მინდა რომ კამერა გამოვთო. აი ესეთ პატარა სოფელში გავჩერდი და გადმოვედი, მეთქი ცოტას დავათვალიერებ რამე თუ არის, მაგრამ საერთოდ არაფერი არ ხდება. ეს სახლებიც არ ვიცი თუ ცხოვრობ მე შეგნით, იმიტომ რაღაც ისეთი შეხედულება აქვს, რომ თითქოს დაკეტილი არის, მაგრამ მაღაზია დავინახე და ახოთ რამე ცივი თუ ექნებოდ. აი ამას დავრო, იმიტომ რომ სპონსორი არ მყავს, და სპონსორი რომ მყავდეს, აქ კი არ ვიყი დიდი რამე წამოღებული მექნებოდა, რამე გემრიელი დასალე. აბა გავსინჯოთ ტუნისური ანანასის პუნში. ძალიან გემრიელი. დღეიდან ამ არხის სპონსორია ანანასის პუნში. სახელი არ ქვია, უბრალოდ ანანასის პუნში. ეს ჩვენი დღევანდელი დღის პირველი დანიშნულების ადგილი, ეს არის ერთ-ერთი უძველესი სოფელი ჩენინი, სადაც ადამიანები დღემდე ცხოვრობენ. აი ამ სახლში მაგალითად ცხოვრობენ დღემდე. აქეთ ალბათ რიზოა. ჩვენ უნდა ავიდეთ აი იქ, სულ ბოლოში. და არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. საკმაოდ რთული ასასვლელია. ჩენინი არის ერთ-ერთი უძველესი ბერბერული დასახლება, რომელიც მე-9 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე აშენდა. ალბათ დაგაინტერესებთ ვინ იყვნენ ბერბერები. ბერბერები არიან ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი. ბერბერები ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაროკო, ლიბია, ტუნისი და ასე შემდეგ. ეხლა ხაზი რო არ გაუშვათ ცალკე, ისედაც გასაგები არის, რითიც გამოირჩევა აქაურობა თავისი ამ ურთულესი არქიტექტურით და ამ ყველაფრის აშენებით, მაგრამ თავდაპირველად ამ ყველაფრის აშენების მთავარი აზრი იყო მტრისგან თავის დაცვა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად შეუძლებელია მტერი შემოესიოს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ ვიცი, ურთულესი რელიეფი არის და თავდაცვაც ალბათ ძალიან მარტივი იქნებოდა აქედან. ხოლო მეორე მთავარი მიზეზი იყო უდაბნოში აი ამ არეული კლიმატისგან თავის დაცვა. ასე რომ ეს ადამიანები აქ თავს ალბათ უფრო დაცულად გრძნობდნენ. მე ძალიან მაინტერესებს აქ თავს დაცულად რატო გრძნობდნენ, მაგრამ თავისი საქმის თვითონ იცი. მე საერთოდ ვერ ვგრძნობ ეხლა აქ თავს დაცულად. და უსაფრთხო. ცოტა გადავუხვიოთ მთავარი გზიდან, რა თქმა უნდა. კარებები აქვს ჯერ კიდე, შეიძლება რამე სინახავენ შიგნით. ეს კარები ჩაკეტილია თან ბოკლომით. Bonjour. ესეთი ვაჭრობა ალბათ ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო იქნება. ნახეთ როგორ ამაზე ადგილს მოვაგენი. აქ აი ესე შეგვიძლია ცოტა ხანი დაჯდე და დაისვენო ესეთი ლამაზი ხედით.
აბა რა სიტყვით. აი ესეთ ადგილებში მიწევს სიარული. მე მგონი სადღაც არასწორად გამოვედი, ხო, იმიტომ რომ აშკარად გზა აღარ არის. ისე აქ რამე დარჩენა არასწორად დაკარვი თქვენ რა სიტყვით. ვარ დავფიქრდე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრე არის უბრალოდ მთელ დღეს დავკარგავ და აქ უნდა ვიყო მთელი დღე და რა აზრია. აი ძველი ბერბერული ჭურები ვიპოვე მე მგონი. რა ხდებოდა ნეტა ახლა საკეთებდნენ. ახლა მივდივარ ამ ქალაქის მეორე მხარეს, იმიტომ რომ სოფელი ნაკლებად არის. იმხელა არის, რომ რავი, მე მგონი ქალაქი უფრო. აი ესენი იყო ალბათ სახლები. წარმოიდგინეთ, აი აქ ცხოვრობდნენ ადამიანები. არა, ხედები კი ქონდათ კარგი. აი ესეთი ხედით რო იღვიძებ ყოველ დღე. აბა, რა სიტყვით იცხოვრებდით აქ? მე არა. არც ერთი დღე არ დავრჩებოდი აქ. არა, ერთი დღე დავრჩებოდი იმ შემთხვევაში თუ 50,000 გამომწერზე მალე ავიდოდით, მაგრამ ვერ ავდივართ. ესეთ ადგილას დრონის შემოტანა კი არა, არ შემოტანა არის ჩემი აზრით დანაშაული რა. ისე ცოტა არ იყოს ლაბირინთივით არის, იმიტომ რომ გასასვლელს ვერ პოულობ, მაგრამ გასასვლელს რა, ჩასასვლელს. აი ესეთ ადგილზე დავისვენებ ცოტას და მერე უკვე დავიძრათ ჩვენი შემდეგი გაჩერებისკენ, რომელიც არის კიდევ ერთი უძველესი ტუნისური სოფელი. დავიძარით და ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება არანაკლებ საინტერესო და ლამაზი სოფელი დოურიეტი. აი ესეთ ლამაზ გზაზე გვიწევს სიარული. აქედან არც ისე შორს არის დაახლოებით 29 კილომეტრია, ასე რომ მალე მივალთ. უბრალოდ ცოტა ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზაა და ჩქარა ვერ დავდივარ და ამიტომ შეიძლება ცოტა გაიწელოს გზა, მაგრამ მალე მივალთ. არ ვიცი როგორ აგიხსნათ და რა შეგრძნება არის, მაგრამ ვიცი რომ საერთოდ მარტო ვარ და ირგვლივ საერთოდ არავინ არ არის. სადღაც ტუნისში შუაგულ უდაბნოში დავდივარ მარტო. ამას შეხედეთ რა სილამაზეა. არ შემეძლო რომ აქ მანქანა არ გამეჩერებინა და ეს ხედები თქვენთვის კარგად არ მეჩვენებინა. უბრალოდ ნახეთ რა სილამაზეა. ნახეთ, აი ესე რომ მიდიხარ, რაღაც ფილმს გავს ეს ყველაფერი რა. თითქოს ფილმის კადრია რაღაც. მოვედი და ძალიან გავს იმ მეორე სოფელს. ისტორიას დაახლოებით იგივე აქვს, ესეც ძველი ბერბერული სოფელი არის და რადგან აქვე იყო, ესეც დავათვალიეროთ. არ არის მარტივი სხვათა შორის ამ მთებზე ასვლა. ძალიან ბევრი სიარული გიწევს. აი ნახეთ აქ ვიღაც ცხოვრობს. პატარა ვირუკეო. მე მგონი ის უფრო კარგად იყო შემონახული, ეს უფრო დანგრეულია ჩემი აზრით. ალბათ ეს არის ასასვლელი. დიდი იმედია რომ ჩამოსვლა არ მომიწევს. ეს ალბათ სასტუმრო არის აქ. ვისაც უნდა შეუძლია დარჩეს. სავარაუდოდ უკან მომიწევს დაბრუნება, იმიტომ რომ ეს გზა აშკარად არ ადის ზემოთ. აშკარად სადღაც სხვაგან წამოვეთ. მე მგონი გადავრჩი უკან დაბრუნებას, იმიტომ რომ ეს გზა მე მგონი იქით სწორად მიდის. ნახეთ როგორი სახლებია. ჩვენ მივდივართ სულ ზემოთ. ცოტა არანორმალური მარშრუტებით დავდივარ და არ ვიცი. მგონი აცდენილი ვარ გზას. გზა აშკარად ქვემოთ მიდის იქიდან. ნორმალური ადამიანები, ვინც ესე ჩემსავით უგზო უკლოდ დაბოდიალობს, იმათი გზა აქედან მიდის. მასპინძელო, არავინ არ არის სახლში. ეს გზა არ შეუერთდა იმ გზას, ის იმედიც მქონდა. მაგრამ აი აქ უნდა გავუძვრე ახლა. მედი არ ჩავიშლები ახლა აქედან. აქ ვიღაცა ცხოვრობს. სახლში არ შემიშვებს აშკარად.
კარგით, გადავდივართ გეგმა B-ზე, ბრუნდებით უკან და ავდივართ ადამიანური გზით, იმიტომ რომ აქედან ფიზიკურად არ არის სასასვლელი გზა. საქმე იმაშია, რომ არც არავინ არ არის, რომ ვინმეს ვკითხო და ველაპარაკო. ან ვინმე ადიოდეს, ან ჩამოდიოდეს, არავინ არ არის, მარტო ვარ. იქ ბევრი ხალხი იყო. აი, აქედან უნდა ჩავფოფხდე ახლა როგორ. აი აქეთაც ნახეთ თლიან გაყოლებაზე ორ ზოლად არის ესე სულ სოფლები ძველი ნასახლარები. კაცი შვილი არ არის. რატო არავინ არ არის ნეტა? აი აქ რამდენი ხანი იცხოვრებდით მეგობრებო? რამდენი ხანი გაჩერდებოდით? ინტერნეტის, ტელეფონის და ყველაფრის garaში. შიგნით ცეცხლი ცენტო, აშკარად ვიღაცები რჩებიან ხოლმე აქ ხამღამობით. მოკლედ აი იქ ზემოთ ასასვლელ გზას ვერ ვპოულობ ვერსაიდან. აი აქ მეგონა რომ გზა იქნებოდა, მაგრამ მოვედი და აქაც კლდი არის. ესე ზოგ ადგილს შორიდან შეხედა გონია რომ გზა არის და მოდიხარ და ჩამოშლილი კლდეებია. არ ვიცი ახლა რა ვქნა დაუბრუნდე უკან თუ კიდევ ვიბოდიალო აქ. ერთი სოფელი გვაქვს კიდე სანახავი, რომელიც ყველაზე კარგად არის შემონახული და ყველაზე მეტი ტურისტი ალბათ მანდ ჩადის რა. ერთ-ერთი ისეთი ადგილი არის ტოპ სანახაობებიდან არის ტუნისში, ასე რომ აქვე არის ახლოს და ეგეც აუცილებლად მინდა რომ მოვინახულო. უცნაური შეგრძნება მეგობრებო, უცნაური. როცა აი ამ ხელამთებში მარტო დადიხარ. საერთოდ კაცი შვილი არ არის ირგვლივ. და აი თან ასეთი სანახაობები რო არის განსაკუთრებით. ერთი ტურისტიც არ არის. ხედები კი არის საოცრება, ნახეთ. ხედები იშლება აქედან. თქვენი აზრით რამდენად უსაფრთხო არის ახლა ეს ყველაფერი? მე მგონია რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ახლა ეს ყველაფერი. არჩას მიწისძვრები არც ისე ხშირად არ არის ტუნისში და ამის გამო არის ეს ყველაფერი შემონახული, თორე ამას ოდნავ აი სულ პატარა მიწისძვრაც დაანგრევდა ბოლომდე. აი ესეთი სახლები არის. აქ ალბათ მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობენ, ახლა ვისაც სასტუმრო ან აი ქვემოთ რაღაც ოფისებიც არის და ვინც აქ მუშაობს, თორე რავი ვინ უნდა იცხოვროს აქ, რატომ უნდა გაჩერდეს, არ ვიცი. მანქანა არის გადადუღებული პირდაპირ მნიშვნელობით დუღს. დავიძარით შემდეგი გაჩერება კიდევ ერთი ესეთი ლამაზი, მაგრამ ბევრად უფრო მოწესრიგებული სოფელი. სახელი არ მახსოვს, რო გავჩერდები ყველაფერს გეტყვით. ეხლა ერთ პატარა ქალაქში ჩამოვედი, რომელსაც ქვია ტატაკუინი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტატაკუინში იქნება ბენზინგასამართის სადგური, თორე სადღაც უდაბნოში გავჩერდებით უკვე. არა, ჯერ მაქვს მარაგი, მაგრამ მაინც უკვე სად უნდა ვიყოთ. ჩვენ ხო არ ვიცით სად დაგვიღამდება, სად მოგვიწევს ღამის გათენება, ასე რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბაკი სავსეა, შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა, მაგრამ გზაში დავინახე კარფური და მაინტერესებს ტუნისურ კარფურში რა იყიდება, თან რაღაცებს ვიყიდი გზაში სასუსნაოებს. შვენიერი კარფურია, მინდა გითხრათ. ყველაფერი არის საერთო. ეგ დავათვალიეროთ, აბა რა ხდება. ფასები რო განახოთ, 11 დინარი ეს ანუ და $1 არის დაახლოებით 3 დინარი. ფასები რომ ვიგდოთ. მაგრამ საჩემო სამწუხაროდ არაფერი არ არის. ვიფიქრე რომ მზაკვება იქნებოდა რაღაცეები და ამას გავიყოლებდი, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. მოვედით და აი ესე გამოიყურება ჩვენი შემდეგი სანახაობა.
მეგობრებო, ამ ადგილს ქვია ქსარ ოლედ სოლტანის ციხე-სახლი. ამ ადგილის უპირველესი დანიშნულება იყო მტრებისგან შემოსევის დროს ხალხის თავშესაფარი ყოფილიყო და ზუსტად აი ამ პატარა გამოქვაბულებში ინახავდნენ ასევე საკვებს, რომ მტერს არ ჩაეგდო ხელში. ხოლო ეს ადგილი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1977 წელს გადაიღეს ლეგენდარული ფილმი Star Wars-ი, სადაც ეს ადგილი გახდა სახლი ცნობილი პერსონაჟის Luke Skywalker-ის, ვისაც ნანახი გაქვთ, ალბათ გაგახსენდებათ აქაურობა. ისე მართლა რომ დაფიქრდეთ, თუ უცხოპლანეტელები არსებობენ, ალბათ ესეთი სახლები ექნებათ სადღაც მარსზე. ესე აფარებდა ხალხი თავს. როგორც ჩანს, აქაც ძალიან ხშირად გამოიყენება ესეთი თიხის ჭურჭელი, იმიტომ რომ სადაც ვიყავი, თითქმის ყველგან იყო ესეთები. მოკლედ დღეს მოვინახულეთ, არ ვიცი, მთელი ტუნისის ისტორია ალბათ რა. აქ გასაგებია როგორც ავედი, მაგრამ აი იქ როგორ ადიოდნენ, ეგაა საინტერესო. ალბათ ჩამოშლილი არის კიბეები, მაგრამ არ ვიცი. აი ხიტაზე არის ჯერ კიდე შერჩენი. აბა რა სიტყვით, იყო დღევანდელი დღის ძალიან საინტერესო დაგვირგვინება. მოკლედ ეხა უნდა წავიდე. დღეს როგორც უკვე გითხარით, სასტუმროში უნდა დავრჩერო ტექნიკა, დავტენო ყველაფერი, იმიტომ რომ powerbank-ებიც დამიჯდა უკვე და ფიზიკურად ვეღარ გადავიღებ ვერაფერს. ასე რომ დღეს წავალ, სადმე რამე იაფია სასტუმროს ნახავ, უბრალოდ რომ წყალი გადავიღო, მოუწესრიგე და დავტენო რაღაცეები და ხვალიდან მოკლედ დავიძრებით ისევ უდაბროს პირდაპირ შუაგულში. კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები უნდა მოვინახულოთ, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. არც ბევრი ტურისტები არ არიან, საკმაოდ სიმშვიდეა, სიწყნარია. სხვათა შორის როგორც მითხრეს, ეხლა ტუნისში სეზონის მიწურულიაო რა. აი აქედან უკვე ნაკლებად ჩამოდიან როგორც ჩანს ტუნისში დასასვენებლად. ალბათ მერე უფრო და უფრო აცივდება. ჯერჯერობით ტემპერატურა არის იდეალური საღამოს გრილა, დღისით არც თუ ისე ძალიან ცხელა. დავბრუნდი ქალაქში და ეხლა მოვადექი პირდაპირ ერთ სასტუმროს Google Maps-ზე, რასაც მიჩვენებდა, იმიტომ რომ Booking-ზე ძალიან ძვირი უწერიათ ფასები, არაადეკვატურად ძვირი ღირს, ერთი ღამე დაახლოებით 35 евро, 40 евро, ეგრე ღირს ყველგან რა. მაგიტომაც აი ეს უფრო იაფია და კარავი რა. მე მგონი არავინ არ არის და ყველა მოვედი აქ. მოკლედ ესეთი რაღაც ხდება, ეხლა ეს კაცი არის ამ სასტუმროს მეპატრონე, he's the owner of this hotel, I see. ხო და ესეთი რაღაც მოხდა, მოკლედ რომ სამწუხაროდ ვერ მოგაქირავებ ოთახსო, იმიტომ რომ პოლიციასთან მოხსო პრობლემაო და რატო მოვიდა მაშინ საერთოდ არ ვიცი, ვერ ხვდები, რატომ ათვალიერებინებდა ეხლა ამ ოთახებს, მაგრამ ნუ მოკლედ სასტუმრო არ არის. ეხლა ურეკავს მეორეს ვიღაცას თავის მეგობარს, ვისაც აქვს სასტუმრო და მე თავიდანვე ვუთხარი, რომ ცოტა იაფი ფასი მჭირდება თქო რა. 30 და 40 евро ძალიან ბევრია მეთქი, ასე რომ ნახოთ რა სიზავენ. ها؟ باهي. There is 10 and 5 minutes. I am going here. 10 months going for take the papers normal juridic. Okay. საერთოდ არაფერი არ მესმის, რას მელაპარაკება და ტიტრებსაც ვერ დავადებ შესაბამისად, ასე რომ თუ თქვენ თვითონ რამეს გაიგებთ, ეს ტურისტების წიგნი მაჩვენა ჩანაწერები რა, რომ ბევრი ტურისტები მოდიან. Nice. Probably inshallah the next year 2025 it's okay for accepting every person. Okay. აბა დავიძარით შემდეგი სასტუმროსკენ, აი ეს მანქანა რომ მიდის, მაგას მივუყვები და 25 евро მითხრა მოკლედ ერთი ღამე. რა ბედნიერებაა, მეგობრებო, ეხლა ვერ აკიხსნით როგორი ბედნიერი ვარო. ეხლა აქ ვარ, რაღაც ეს ჩემი კუთხე მაქვს, სახლი მაქვს. დღეს ძალიან კარგად დავისვენებ, დავიძინებ.
მოკლედ გეტყვით რაც მოხდა, აპარტამენტი ვიქირავე $25-ად, რა ამაზე იაფი, აი ფიზიკურად ყველაფერი შეუძლებელი იყო, არც ჰოსტელები არ არის, არც სასტუმროები, არაფერი არ არის რა. და აი ესეთი პატარა სახლი ვიქირავე, მოკლედ საწოლებით მაცივარი, რავი, ყველაფერი არის მოკლედ რა. დილით ყავის დალევასაც შეუძლებს, საუზმეს შეუძლებს და მე წავალ გავუყვები გზას. რავი, იდეალური ვარიანტი არის ჩემი აზრით. ეხლა პირველ რიგში რასაც ვიზავ, აქვე დაახლოებით 20 მეტრში არის ერთი სწრაფი კვება და იქ მითხრა ამ კაცმაც, რომ ძალიან გემრიელი საჭმელიაო, ასე რომ გავალ ეხლა რამეს ვიყიდი, ან იქვე შევჭამ, წამოვიღებ, არ ვიცი, მოკლედ რამეს მოვიფიქრებ, სავარაუდოდ წამოვიღებ და აქ შევჭამ რა. სასტუმროსაც განახილეთ. აი აქეთ არის ესე სუფთად, ვანა ტუალეტი, ერთი დიდი ლოგინი, მეორე პატარა, მაცივარი, გაზი. მოკლედ ყველაფერი არის. აი ესეთი პატარა ქალაქია. What is the best here? What is the best food here? Best, yeah, best. Speak English. Yeah, only English. No French. და არის საუკეთესო თქმა რა ვერ ხვდებია რას ვეუბნები, ასე რომ რამეს შევეცდები ავარჩი. ასაკეთებს, არ ვიცი, მეთქი შენი გემოვნებით გამიკეთეთ ხოლმე. პირდაპირ ხელებით აკეთებს სამწუხაროდ გარედან შემოვიდათ ან ეს ბიჭი და რა ვიცი, აი რატო ტეხავს რო შევა ხელები დაიბანოს არ ვიცი. I'm from Georgia. You can say hello to Georgia. Hello. Okay. And you can say subscribe. Okay. აი ესე გამოიყურება. ესეც ქათმის არის, შაურმასავით რაღაც არის და ესეც პიცა არის და ესეც ქათამი უნდა იყოს წესით. მიუხედავად იმისა, რომ ტუნას უფრო გავს. შეამჩნევდით, რომ სასმელი არ დოს მაგიდაზე და რატო იცით? იმიტომ რომ სპონსორი არ მყავს. ჯერ გავსინჯოთ შაურმა, იმიტომ რომ ტუნას პიცა არ ვიცი მე რა იქნება. ზემოდანაც ყველი აქვს მოსხმული და არ ვიცი, აბა ვნახოთ. ალბათ რეაქციაც არ მქონია ახლა ისეთი რომ არა მაგარია, იმიტომ რომ არ არის მაგარი. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა უნდა შევაფასო, იმდენად ყველის გემო აქვს რომ მოკლედ სხვა არაფრის გემო არ აქვს რა. არასწორი გემო აქვს. აი ყველაზე ნორმალური შეფასება ეგ არის რომ არასწორი გემო აქვს მართლა ამ შაურმას. აი არა და ძალიან მშიოდა ეხლა როგორ მინდოდა რომ გემრიელად მეჭამა და აი რა რატო პროსტა აი რატო უნდა ყოფილიყო ესე იგნებ ტუნას პიცა მაინც გამოასწოროს რა უნდა გამოასწოროს არ ვიცი ტუნას პიცა მაგრამ ეს ჯობია მართლა ტუნას გემო იმდენად არ აქვს და აი ეს ტომატი და რაღაც უფრო ანეიტრალებს გემოს და რა ვიცი მართლა ამ შაურმას ჯობია წავედი ახლა ამ ყველაფერს შევჭამ ბოლომდე ვეცდები რომ ეს შაურმაც შევჭამო დიდად კი არ მომეწონა მაგრამ ისე მშია რომ ალბათ ამასაც შევჭამ რა წავედი დავისვენო გამოვიძინო კარგად ყველაფერი მივალაგო მოუწესრიგდე და ხვალ დილიდან დავიძრებით ქვეყნის საერთოდ მეორე მხარეს უნდა გავიაროთ თითქმის მთელი უდაბნო და ჩავიდეთ ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე მაგაზე ხვალ გეტყვით სადაც მივდივართ აქედან გასავლელი გვექნება დაახლოებით 400 კილომეტრი უნდა გავიაროთ მთელი უდაბნო ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი შეგხვდება გზად და საბოლოო დანიშნულება რაც იქნება დარწმუნებული ვარ რომ ისიც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც ასე რომ წავედი ახლა და შევხვდებით ხვალ ძალიან საინტერესო მოგზაურობით აბა დავიძარით ნელ-ნელა ჩაუბარგდები და წავედით დავბრუნდი ჩემ სახმანქანაში, ჩემ პატარა რეალობაში, სადაც მომიწევს კიდე 1-3 დღე აქ ცხოვრება რა. მაგრამ ჯერ მაღაზიაში რაღაცებს ვიყიდი, იმიტომ რომ
არ ვიცი დღეს შეიძლება ვერც ჩავასწრო 400 კილომეტრი უდაბნოს გზაზე არ არის ცოტა. ჩქარაც ვერ დადიხარ და მოკლედ არ ვიცი რა წყალი რაღაცები უნდა მოვიმარაგო ასე რომ წავალ ახლა რაღაცებს ვიყიდი და მე უკვე დავიძრათ უდაბნოს. რა თქმა უნდა, წყალი აუცილებლად, წყალი არის ყველაზე აუცილებელი. მოკლედ მაღაზიაში მარტო წვენები ვიყიდე, მაგრამ აი ვიცი რასაც გავიყოლებ. რა ახლა შემოვედი ხილბოსტანში და აქედან გავიყოლებ ბანანს და რაღაცებს და რაც ყველაზე მთავარია ბროწეულს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბროწეული იყიდება აქ და როგორც ჩანს, ბევრი ბროწეული მოდის. How much for this? How much? 3 dinar? 1 kilo. Okay. ბანანი და ბროწეული. ესეც ჩვენი ხილბოსტანი. წავედი და გზადაგზა საინტერესო ადგილებიდან ჩაგერთვებით ხოლმე. Ახლობებით 100 კილომეტრი გამოვიარე და 350 აქვს დარჩენილი. შემეძლო რომ ფასიანი ავტობანის წავსულიყავი, მაგრამ ეგ ხო ძალიან მარტივია ჩვენთვის და ამე სიგიჟეები თუ არ მოხდა გზაში, ისე ხო არ ითვლება ჩემი მოგზაურობა. მე როგორც ვიცი, საჰარა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო. თუ უცდები შემისწორეთ კომენტარებში, მაგრამ მე ეგრე ვიცი და თითქმის მთელ ჩრდილოეთ აფრიკას მოიცავს საჰარა. ძალიან დიდი არის რა. ტუნისში პატარა მონაკვეთი გადის, მაგრამ ესეც საჰარას უდაბნო არის. ამას შეხედეთ სად ვარ შუაგულ უდაბნოში. ესეც მეც არ მოველოდებოდი. მეგონა რომ რაღაც დასახლებული პუნქტი მაინც იქნებოდა სადმე, მაგრამ საერთოდ მარტო ვარ და 100 კილომეტრში არაფერი არ არის საერთოდ. აი ეს როგორი ადგილია, იცით? აი აქ არ ვიცი რამე რო დაგჭირდეს, არ ვიცი რამდენი ხანი მოგიწევს ლოდინგი, რომ ვინმე მოვიდეს და მოგაგდეს. ტელეფონი რო არ იჭერს და ინტერნეტი რო არ არის, მაგაზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს. ეს პატარა საზამთროები რა არის ვინმე მიცის? აი ესეთი რაღაც არის შიგნით. საზამთროს თავს მარტო. აი ასეთ გზაზე მომიწევს დაახლოებით კიდევ 200 კილომეტრის სიარული. Google Map-ი რო გაჩვენოთ ახლა, ერთი მოსახვევი არ არის არსად რა. აი ესე გაჭიმული 200 კილომეტრი უნდა ვიარო ახლა ამ უდაბნოში. ესე მიდიხარ შენთვის შუაგულ საჰარას უდაბნოში და უცებ ველური აქლემები. ნახეთ რამდენი არის. ღირს ნეტა ახლოს მისვლა. არის ჩამწიხლა. როგორ ეძახიან აქლემებს. ჰეი. აქლემი მე მგონი ძალიან ჩქარა ვერ დარვის, ხო რამე რო იყოს გავასწრე. რა მინდა რატომ მივდივარ არ ვიცი მაგრამ. просто რა სჭამენ ეგ მაინტერესებს. ბალახი არ არის არაფერი. ქვებს ლოკავენ თუ რასაკეთე.
წავედით, დავიძრათ. რაღაც დიდად არ მსიამოვნებს აქ ყოფნა. არც ისე სასიამოვნო გრძნობაა, სიმართლე გითხრათ, როცა იცი რომ შენს ირგვლივ 100 კილომეტრში საერთოდ არაფერი არ არის და საერთოდ არავინ არ არის. რაც ყველაზე მთავარია. არავინ არ არის საერთოდ. ამდენი ხანია მოვდივარ და ერთი რაღაც მიგვირს, რომ არც ერთი ნავთობის მომპოვებელი არ შემხვედრია და არ ვიცი, უდაბნოში ხო წესით ბევრი უნდა იყოს. თან როგორც ვიცი, ტუნისში საკმაოდ დიდი რაოდენობით ნავთობს მოიპოვებენ და რავი, აი მთელი გზა მოვდივარ და არსად არ შემხვედრია. ეხლა პოლიციამ გამაჩერა, მამოწმებდნენ რაღაცა არაფერი ისეთი, მაგრამ მოკლედ აი ეს არის ჩემი საშვი ყველგან რა. აი, ხო კარგად ჩანს. მოკლედ აი ამ National Geographic-ს როგორც კი დაინახავენ, ყველა კარი ღია მაქვს, რა ვგონი ვარ ამათი თანამშრომელი. და ერთი საინტერესო ფაქტი კიდე ყველგან ყრია ესეთი დაგლეჯილი საბურავები. მთელი გზა არის. ხო და ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ სიცხისგან ალბათ ისე ხურდება საბურავები, რომ მერე ძალიან ადვილად სკდება და ალბათ აქვე ყრიან მერე რა, იმიტომ რომ დაფლეთილები არის თან საბურავები და ალბათ სიცხისგან არის ეს ყველაფერი. ცოტა მოსაწყენი კი არის ისე უდაბნოში სიარული. არც რადიო მაქვს, არც ინტერნეტი, არაფერი, არც წყალი, არც კიბე. მე ვიმღერე უკვე ყველაფერი რაც ვიცოდი. ერთი 1000 ჯერ გავჩერდი უკვე, გადავედი ვისეირნე. მოკლედ ერთი 200 კილომეტრი მომიწევს კიდე რა. მე უდაბნოში მოგზაურობა ისე არ ვიცი. შუა უდაბნოში თუ ბროწეული არ ვჭამე. როგორც ბატონი დავით ლაბაძე იტყოდა, უდაბნოში ბროწეულს ზოგადად რო იცოდეთ, ყველა ჭამს ხელით. ძალიან კაი ბროწეულია მართლა. ისეთი წითელი არ არის, მაგრამ ძალიან არომატულია. აი ესეა რა მეგობრებო, ხან სადღაც ლამაზ სანაპიროზე ვარ, ხან მთაში ვარ, ხან კიდე ესე შუაგულ საჰარაში მივირთმევ ბროწეულს. ეხლა რაზე ვფიქრობ, იცით? მოვდივარ და აი ამ უდაბნოს რო უყურებ, წარმოიდგინეთ ადრე გზები რო არ იყო რა. აი ჩვენთან მაგალითად საქართველოში ხო ვიძახით ხოლმე, რომ აი ადრე გზები რო არ იყო, სოფლიდან სოფლამდე რაღაც რამოდენიმე დღე მიდიოდნენ ფეხით და ცხენით. წარმოიდგინეთ აი აქ რა ხდებოდა, მაშინ როცა აქ გზები არ იყო და მანქანები არ იყო. აკლემები წარმოიდგინეთ, რამდენი დღე უნდა ყოფილიყო გზაში, რომ რაღაც ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე მისულიყო. ფინიკის პლანტაციებს მივაგენი. ფინიკის ხეები მე არასდროს არ მინახავს და ეხლა დავათვალიეროთ. ესე გამოიყურება უკვე დაკრეფილი ფინიკი. ეს პატარა ქარხანასავით არის და ეხლა გავიდეთ და თვითონ პლანტაციები დავათვალიეროთ. ნახეთ რა მხელა პლანტაციები. ესეთი ყოფილა ფინიკის ხე. ვინც არ იცოდით. ნახეთ რამდენი არცხი. მაგრამ ეს მე მგონი არ არის ჯერ მწიფე. აი ესენი მე მგონი უკვე მწიფეებია. აი როგორი ფინიკი მოვწყვიტე. რას ფიქრობთ აბა? ღირს ამის შეჭმა? შეიძლება ნეტა რო ვჭამო ესე პირდაპირ ხიდან. ძალიან გემრიელია. ცოტა გასარეცხია, მაგრამ ძალიან გემრიელია. ხიდან მოწყვეტილს მაინც სხვა გემო აქვს, ხო იცით? მოპარულს სხვა გემო აქვს. Yeah, this one is not good, but this one? No, it's not good. All of it's not good. Not good? Not good, no. All of it is not good. Which one is good? I eat one. Yeah. Look at this. This, yes, I understand. All of it is not good. Okay.
ესენი აქ ჭიანები არის და არ ვარ გაო და შიგნიდან აიღეო და მე ხლა საჭმელად არ მინდა ისე გავსინჯე უბრალოდ, მაგრამ მე რომელიც მოვწყვიტე ის კარგი იყო, რა ვიცი. აი ნახეთ რამდენი ფინიკი არის, ეს უფინიკის ხეებია. ესეც ჩვენი ბოლო დასახლებული პუნქტი, დავბრუნდი ისე უდაბნოში. ყავა სადაც დავლია, იქვე იყო რაღაც პატარა კაფესავით და პიცა გამოვიყოლე მოკლედ რა. არ ვიცი რა პიცა იქნება, თან ისეთ გარემოში მზადდებოდა, რომ არ ვიცი 1-3-4 ბუზი ჩააზილა შიგნით ალბათ. მაგრამ რავი, გავსინჯოთ რა. რაც არის. აი ესე გამოიყურება ჩემი ქათმის პიცა. ეხლა არ ვიცი, თან გადავიღო, თან მანქანა ვატარო და თან პიცა დავაგემოვნო, ცოტა რთული საქმეა, მაგრამ თქვენი გულის თვინა შევეცდები. წავა რა. პიცა არ არის. რაღაც სხვა რაღაცა არის საერთოდ, მაგრამ როცა გშია წავა. ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე მომიწია კიდე გაჩერება და აუცილებლად უნდა განახოთ ახლა ეს ადგილი. მეგობრებო, მთელი ეს გზა ახლა სადაც მივდივარ, მთლიანად მიუყვება დამშრალი ტბის სანაპიროზე. აქ აი ეს ტერიტორია ორივე მხარეს არის ხოლმე მთლიანად წყლით სავსე, მაგრამ მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია, სეზონის ამ დროს ეს წყალი შრება მთლიანად და ადგილობრივები აქ მოიპოვებენ მარილს და აი ამიტომაც აქ არის გამოტანილი ეს მარილი და სხვადასხვა რაღაცეები, რასაც აქ პოულობენ ადგილობრივები. არ ვიცი, ამ ყველაფრის აღება ესე უფასოდ შეიძლება თუ ყიდიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არავინ არ დგას ახლა და რო ავიღო, ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის. აი ეს არის სულ მარილი, წარმოიდგინეთ. ეს ყველაფერი ალბათ წყალქვეშ ექცევა ხოლმე სეზონის გარკვეულ მონაკვეთებში და ესენი ალბათ იმისთვის არის ამოწეული, რომ ნავები ან რაღაცეები ამას არ დაეჭახონ, ან არ ვიცი, ნავის მისაბმელად იყენებენ. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ადგილია. საოცარი გარემოა, მეგობრებო, აი ესეთი გზით არც ვიღლები საერთოდ. უბრალოდ ნახეთ რა სილამაზე არის რა. აი მინდა რომ მართლა კამერას უჩართული მქონდეს, მაგრამ რამდენ საათიანი ვიდეო გავაკეთო არ ვიცი რა. ესეთი პატარ-პატარა ქალაქები ბევრი არის გზად რომ მოდიხარ და ყველა არის ესე ძალიან ლამაზად მოწყობილი. ძალიან მომწონს ესეთი ქალაქები. ჯერ კიდევ ვერ ჩამოვედი და სავარაუდოდ დაღამებამდეც ვერ ჩავალ, იმიტომ რომ ზე ძალიან მალე ჩადის, ძალიან მოუმატა მე მგონი. ჩემთან არის ახლა 5 საკლია 15 წუთი და აი თითქმის უკვე ჩავიდა მზე. დარჩენილი მაქვს ბოლო კილომეტრები, მაგრამ ალბათ ყველაზე საშიში გზა არის ახლა დარჩენილი, იმიტომ რომ ჩქარა ვერ მივდივარ, გზა დაფარული არის ქვიშით, რაც ძალიან საშიში არის და მანქანა ძალიან ცურავს, ასე რომ ძალიან უნდა აკონტროლოს სიჩქარე და ყველაფერი. მაგრამ აი ღამე შეიძლება ესეთმა აქლებებმაც მოგაკითხონ. მაინც ჩამოვასწარი დაღამებამდე, აი ესე გამოიყურება ეს ადგილი შუაგულ საჰარას უდაბნოში. აი ესე აცხობს ეს კაცი რაღაცა პურებს პირდაპირ ნაცარში. ისევ და ისევ Star Wars. ვისაც გაქვთ ეს ფილმი ნანახი, ალბათ ეს ადგილიც გეცნობათ. იგნითაც შევიხედოთ, აბა. რამდენად უსაფრთხოდ გამოიყურება.
ეს ადგილი მეგობრებო არის მოსესპას Star Wars-ის ბაზა. და ეს ადგილი ითვლება ტუნისში ერთ-ერთ ტოპ სანახაობად და მე მგონი კარგად ეტყობა ტურისტების რაოდენობითაც. მოკლედ Star Wars-ი ვისაც ნანახი გაქვთ, ალბათ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი და საინტერესო რა თქმა უნდა. მე სამწუხაროდ საერთოდ არ მახსოვს, შეიძლება არც მქონდეს ნანახი, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ, რომ დღეს უყურო და იმედია საინტერესო იქნება რა. მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა იქნება რა, როცა იმ ადგილას ხარ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ფილმი არის გადაღებული. აი მეგობრებო, ამ ადამიანმა მოკლედ დამპატიჟა. მოკლედ ჩემი მთავარი მუღამი იყო საჰარას უდაბნოში დავრჩენილიყავი ერთი ღამე, რისი საშუალებაც მომეცა, რა თქმა უნდა. აი ამ ადამიანის ტერიტორია არის აქ და სულ რაღაცა მცირე თანხის სანაცვლოდ შემეძლება, რომ ჩემი კარავი ზუსტად აქ გავშალო და აქ ღია ცის ქვეშ საჰარას უდაბნოში დავიძინო. საოცარი გამოცდილება იქნება ჩემი აზრით, ასე რომ ველოდებით მზის ჩასვლას. ეს ტურისტები ეხლა ყველა წავაო და მერე წავიდეთო და გაგაშლევინებ კარავს. დამიწერეთ კომენტარებში, ვისაც გაქვთ ნანახი ეს ფილმი, თუ გეცნობათ ეს ადგილები. მოვედით მეგობრებო, დაბანაკების დროა. მოკლედ სამნი ვართ სულ. ერთი ჩემი მეგობარი, ვინც გავიცანი და მეორე მე მგონი მამამისი არის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აი აქ ცხოვრობენ, აი ესე ცხოვრობენ ბედუინები და დღეს ჩვენც აქ გავატარებთ ღამეს. ეხლა ცეცხლს დავანთებთ, რომ ჩაი აადუღონ და სხვადასხვა რაღაცებს გააკეთებენ და მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება. აი ესე იმედია გამოჩნდება. აი ესე არის სულ რა. ერთი ესეთი პატარა კარავი ვით არის და შიგნით ორი საწოლი. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. მეც სადმე აი აქ გავშლი გარეთ კარავს. ან შეიძლება მეც შიგნით გავშალო ჩემი კარავი. აი ესე ჩაუჯექით ბიჭები, მოკლედ ცეცხლი დავანთეთ. ეხლა წყალზე წავიდა, რომ ჩაი ავადუღოთ, მოკლედ ჩაისაც დავლევთ. აი ეს არის ცხოვრება ძმაო, ნამდვილი ბედუინური ცხოვრებით ვარ დაკავებული. ფაქტიურად მეც ხო ბედუინი ვარ რა, სადაც დამიღამდება, იქვე ვათენებ, მოკლედ იქვე ვიძინებ. აი ესა მოხეტიალე ცხოვრება რა. რაღაც საწმის გაკეთება დაიწყო, მოკლედ. ტომატი ჩაასხა. ნახოთ აბარას გააკეთებს. Uzaf. How? Sardina. Ah. لما يجينا. سردينة. وزف سردينة. سردينة. تهوزي يعني. سردينة. وزف. سردينة. لما يجينا. سردينة. سردينة. لما يجينا سردينة طماطم زيت 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 طماطم طماطم ساري من الساسيكلي والمكسيري مارتو الشانسي على يسروج عمود شانسي على აი ხო იცით რომ მართლა ყველაფერს ჭამდა საერთოდ პრობლემა არ მოხდა მაგრამ აი ამას აი ძალიან გთხოვთ ამის ჭამა არ მთხოვოთ და აი რა ვიცი ყველაფერს შევჭამ სახში შევიდა რაღაცებს ჩალიჩობს لما يجينا هروس 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 عربي هروس عربي هروس عربي It was at this moment that he knew he fucked up.
აი როგორ საჭმელს აკეთებს იცით? აი მულტფილმებში რო არის ხო იცით? ბოროტი დედაბერი რო რაღაცა სუპს აკეთებს რო ყველა მოიწამლოს აი ეგეც. Yeah. No, I'm video. Yeah. Yeah. Video, yeah. Video. Yeah. სადა უბერავს. არ ჩერდება, სულ აპარაკობს. მოკლედ წავიდეთ ახლა ჩვენც სანამ ეს კაცი ამ უგემრიელეს კერძს მოამზადებს, ჩვენი კარავიც გავშალოთ. აი აქ გავშლი ჩემს კარავს მეგობრებო, რომ ღამე ძალიან არ შეგვაწუხოს სიცივე. მეგობარი ამასობაში რაღაცა სილავს. لبان. How? لبان. لبان بربر نديرهم بعض هذيك اللبان. Okay. السردينة. ესეც წამოდუხდა. لبان. السردينة. لمن يجينا. ემანიშინა. ايوه. ამაში ჩაის აკეთებს. جاي بربر. ჩაი. جاي مونتو. رالكم برهي. მაგარი კაცია, მაგრა უბერავს. ზენი თავის რალი კონში გამილიდია? არის მე. აი ეს ლაპარაკობს არ ჩერდება. يا ابراهيم وينك يا ابراهيم؟ بعتك القطعة بعتك ليه هو؟ يا ابراهيم ليه رمضتني يا ابراهيم؟ აბა ჩაის დროც მოვიდა. ابراهيم عملنا ابراهيم يا محمد بربير 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 كاس بربر تايمونتو تايمونتو მონთუ. تايمونتو ყველაზე გადაობა რა არის იცით სანამ ამ ჩაის მომცემ და თვითონ მოსვა ჯერ. ჩემი ჩიქიდან და მე მომაწოდა. يا ابراهيم هينا يا ابراهيم هيا არ ჩერდება. ها აუ კარგი რა. დავლიო. აუ იმენა ტვინი შეჭამ. აი ბაბუ გეყოფა. كاليلي راني ثابت يا زوينة. აუ უნდა დავლიო რა სხვა გზა არ არის რა. რატო გააკეთა ეხლა რაღაცეები აქვს მიწეპებული. ფუ. კაი. ძალიან ტკბილია. ჩაის გემო აქვს. ძალიან გემრიელია როგორც ჩაი, მაგრამ ძალიან ტკბილია. ძალიან. მოკლედ არხი გამოიწერეთ რა. всё. გადაწყვეტილია რომ აი ამ დღის მერე არხი უნდა გამოიწეროთ ყველამ. უბრალოდ აი მითხარით სამართალი სად არის, როცა თქვენ ახლა ამ ვიდეოს ისე უყურებთ, რომ არხს არ იწერთ და ამ ვიდეოს არ ალაიქებთ რა. არ ვიცი, აი არანაირი გამართლება არ აქვს, მე მგონი მაგას. აი ეს აძმაო ცხოვრება რა. يا عربي يا جاب لي
يوم عشوام اللي مات في كروزة يا وغيمة وشهيلي غيمة ثير وطاحوا به ثلاثة يا مذهبين شوية راح იცით რა არის ახლა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, რომ არც ერთი წამი აი ამ ყოველივეს რაც აქ ხდება, წინასწარ დაგეგმილი არ მქონია. უბრალოდ ვიცოდი, რომ აქ მოვდიოდი. არ ვიცოდი საერთოდ აქ რა დამხვდებოდა, სად უნდა დავრჩენილიყავი ღამე, რა უნდა გამეკეთებინა. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და აი დღეს ღამე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი აი ამ ადამიანებთან ერთად დღევანდელ ღამეს გავატარებ აი ამ საოცარ გარემოში, რაც ჩემთვის არ ვიცი, მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელი იქნება და რა ვიცი, იმედია თქვენთვისაც საინტერესოა. ეხლა იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც არხი უკვე გამოიწერეთ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში და იმედია აი იმ მომენტში, როცა თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არხი გამოგეწერათ, ამ ყველაფერს ეხლა არ ნანობთ და საკუთარ თავს ეუბნებით, რომ კიდევ კარგი, რომ ეს არხი გამოვიწერე და აი ეს ყველაფერი არ გამომრჩა, რასაც ახლა უყურებ. ეხლა მეორეც მოვიდა, სავარაუდოდ ეს არის შვილი ამ კაცის, ვინც აი გაუჩერებლად რომ ღერის. ამ ჩაის დალევა აღარ მინდა მე და რავი ისე ვიზავრო, ნელ-ნელა მოვტეხო, რომ არ გაუტყდეთ რა. So you are living here, yes? Yeah, Sleep here. უბრალოდ წარმოიდგინეთ ადამიანები საცხოვრობენ. მეგობრებო, აი ერთ რამეზე მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ რა. თქვენ ამ ვიდეოს სავარაუდოდ სახლიდან უყურებთ, თბილად ზიხართ, თქვენთვის წყნარად მშვიდად და არ ვიცი, ალბათ თქვენი პრობლემები გაქვთ ყველას რაღაც, მაგრამ მინდა რომ დაფიქრდეთ და გადახედოთ თქვენ პრობლემებს, რეალურად არის თუ არა იქ პრობლემები და ზოგადად რა არის პრობლემა, იმიტომ რომ როცა ადამიანები აი აქ ცხოვრობენ, მთელ ცხოვრებას აი აქ ატარებენ, სადაც ახლა მე ვარ. ჩემი აზრით აი ეგ არის რეალური პრობლემა რა. და არა ის ჩვენი რაღაც ყოველდღიური წვრილმანები, რაც გვაწუხებს ხოლმე ძალიან ხშირად. How old are you? What? Age. Your age. Right. I am age. Yeah. 33. Yeah. Yeah. You? This 28. 28. 28? 8. Oh, you are young. 28 წლის ვარ ამ ბიჭმა. არა და რო შეხედავ, გამოიყურება როგორც 50 წლის. Papa. ალბათ აი ყველაფერი ცხოვრების ბრალი. And Papa 60. Papa 60. Yeah. ის კაცი 60-ის ყოფილა. Why you call him Papa? What? Papa is name Name Muhammad. Muhammad. And Papa, what it means? Papa. Ibrahim. No, Papa. What it means, Papa? What it means? Yeah, it's like father. Yeah. Father. Yeah. Family. Another family for Nefta. Ah, okay. Baby or mama Ah, for Nefta. Okay. Berber. Berber. You're Berber, yeah? Yeah. Bedouin. Berber. Bedouin. აი ეს ბერბერული სოფელი ხო გახსოვთ მთაზე რო იყო. ხო და ზუსტად აი ამ ადამიანების დამსახურებაა. ესენი არიან აი იმ ბერბერების შთამომავლები, ბედუინები. ეხლა ვზივართ და ისეთი სიჩუმე არის, რომ არ ვიცი, აი სიჩუმე რო გაწუხებს, აი ეგეთი სიჩუმე. სიწყნარე, სიმშვიდე და არ ვიცი, ცოტა ხანში შევეცდები, რომ ეს ცაც გადავიღო, როგორც არის ვარსკვლავებით მოჭედილი. მაგრამ რავი, კამერით მაინც ამ ყველაფრის გადმოცემა ცოტა რთულია. ძალიან არ მინდა რომ ეხლა ამ საჭმელზე დამპატიჟონ და შემომთავაზონ, იმიტომ რომ ჩემი ხასიათი რო ვიცი, უარს ვერ ვიტყვი და შეიძლება დღეს ხანე მაგან დამხუპოს ამ ყველაფერზე უარი თუ ვერ ვიტყვი.
ჩაი უკვე დაულიე, როგორც ნახეთ, უარი ვერ ვთქვი, ასე რომ იმედია ამ საჭმელს არ შემომთავაზებენ. მოკლედ მე უბრალოდ დაცვა ვარ, რო აქო სავარაუდოდ მაგიტომაც შემომთავაზა აქ დარჩენა რა. თორე ისე სხვა უფროსი ყავსო აქაურობასო რა, აქაც და კიდე სხვადასხვა ადგილებში არის ესეთი ტურისტებისთვის მოწყობილი ადგილები, სადაც შეუძლიათ ღამე დარჩნენ. მაგრამ ეხლა აქ მარტო მე ვარ, რაც ცოტა არ იყოს მძაბავს, მაგრამ რა ვქნათ, ესაა ცხოვრება. იმედია ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ეხლა უნდა გამოაცხოს ეს ტრადიციული რაღაც პურები. قلت له ترى هو مجيب لي اي ما يطيب لكش خبر ესე პირდაპირ ნაკვერცხალზე. აი ფქვილი რაზეც გააბტყევა, წარმოვიდგინეთ, კი არ გადაყარა, ისევ იმაში ჩაყარა. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ აი წარმოვიდგინეთ, რა დონის გაჭირვება არის რა, რომ რა ვიცი, ერთი მუჭა ფქვილიც არ იყო და ვერ გადაყარა, დაენანა გადასაყრელად, წარმოვიდგინეთ. تركيا აი ორ სურთ ყავს ამას, რომ ეს ნახშირი და რაღაცები მოშორდეს. მოკლედ ამ ყველაფერს ახლა გავსინჯავ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა კულტურას და ყველა ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი არის ახლა ეს ყველაფერი და საკმაოდ ციბინძურეში გაკეთდა, რა ვითვლით, რომ შეიძლება მოიწამო ან რაღაც. მიუხედავად ამისა, ფიქრობ, მე თუ დღეს აქ ვრჩები, ამ ადამიანებს პატივი უნდა ვცე ამ ადამიანების კულტურას რა. ასე რომ ზუსტად მაგიტო გავსინჯავ ახლა ამ ყველაფერს. თქვენთან გულახდილი ვიქნები, მეგობრებო. ამ პურს ნუ კიდე არა უშავს პურია, რაც ომია, მაგრამ აი ამ მაკარონს აქვს საშინელი გემო, ის თევზი რო ჩააგდო, სავარაუდოდ ის თევზი ძალიან დიდი ხნის არის და ძალიან გაფუჭებულია, ასე რომ საშინელი გემო აქვს, მაგრამ ნუ ამ ადამიანებს უთხარი რომ კარგია თქო. ასე რომ იმ თევზს ნამდვილად აღარ შევჭამ ახლა ამ პურს. ამათ დასანახად მაინც შევჭამ. This bread for Sahara. Berber, Bedouin. This farine, water, is salt. Salt, yeah. იმედია დღევანდელ ღამეს გადავიტან მეგობრებო და ხვალიდან უკვე ცივილიზაციაში უბრუნდები, ასე რომ ხვალიდან აღარ ვნერვიულობ. No. It's sweet. Yeah. Sweet, yes. Yeah. But it's very strong. Strong. Yeah. წარმოგიდგენიათ აი მთელი ცხოვრების ესე გატარება და იმაზე ფიქრი, რომ ანუ არანაირი სხვა პერსპექტივა არ გაქვს ცხოვრებაში. და ანუ აი ესეთი შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ, იმიტომ რომ შენი წინაპრები ესე ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ იმის წინაპრები ესე ცხოვრობდნენ და შთამომავლობით აი ესე უნდა იცხოვრო რა.
მეც არ ვარ ხელცარიელი მეგობრებო. Брадульки. Брадульки. ბანანი, Бананы. and Grenade. net. Банана. ჩემი ბანანით და ბროწეულით მოვედი. აი ბანანია სხვათა შორის. კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს ცოტა, იმიტომ რომ ინგლისურიც ძალიან ცოტა იცის ამ ბიჭმა, ასე რომ დიდად ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, მაგრამ ჟესტების ენით უკეთესად ვაგებინებთ ერთმანეთს რა. ალბათ ნიკებს ხარ. ერთი რამ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი აქ. აი შეიძლება ბევრმა მკითხოს, რომ რატო აკეთებ ამას? ან რისთვის, რატო რისკაო, რატო მიდიხარ, რატო შეგიძლია დათმო ბევრი რამე, მაგრამ არ ვიცი, აი ამის გადმოცემა ძალიან რთული არის რა. უბრალოდ უნდა გესმოდეს ეს ყველაფერი. მე უბრალოდ მაბედნიერებს ეს ყველაფერი და მე უბრალოდ აი ამ ყველაფრით საზრდოობ მართლა. და აი დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვისაც ჩემსავით უყვარს ეს ყველაფერი, ძალიან კარგად მიხვდებიან ამ ყველაფერს. I also like fishing. Turkish. No, Huh? Georgia. Georgia. Yeah, Oh, nice. 21 kilo. Yeah. حوتة فيها 120 كيلو. حوتة فيها 120 كيلو شدة في البحر. هذا هو هذا. اي 120 كيلو. يا And when I catch it, I don't eat. I let him go. Yeah. Have a plaque or no? Yeah. Have like plaque. Yeah. ولا GPS. For Sahara Nepal. Water drinking. You can drink. Salt. მარილიანი წყლები ყოფილა აქვე სადღაც კიდე საჰარაში. ვინ რამდენი ხანი გაძლევდით, აბა ყველამ დამიწერეთ კომენტარები. საერთოდ ერთი დღე დარჩებოდით თუ არა ეგეს დამიწერეთ და თუ კი, მაშინ რამდენი დღე გაძლევდით აი ეს. აი ესეთ მთაზე ამოვედით. აი იქ არის ჩვენი კარვები ქვემოთ. აი თუ ჩანს ნახეთ შორს შუქები, რაღაც პატარ-პატარა დასახლებები არის, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ესენი ახლოს არის. 100 კილომეტრი არის იქამდე. სამწუხაროდ ცა არც ისე მოწმენდილი არ არის, ღრუბლიანი არის, ასე რომ ვარსკვლავები არ ჩანს. მაგრამ სამაგიეროდ მთვარე ანათებს ისე, რომ მე მგონი განათებაც არ არის საჭირო საერთოდ. ძალიან ძლიერი ჩაი არის რა და აგიტო აღარ მინდა რომ დოვლი. Chai barber. Oui, te monto. Chai barber, oui. Chai barber. Voilà. Hop. Chai عربي. Chai monto. ჭიქაში დაასხა, მე ისო შიგნით ჩააბრუნ. Chai. Water. حشيشة. سكر. ჰაშიშა? Oui. იშველეთ, ამჟავებული ჰაშიში შემოგუტენეს. იშველეთ. ჰაშიშიანი ჩაი დამალევინეს მე მგონი. حشيشة للتالي سكر. მეგობრებო, ამ წამს გავარკვიე, რომ მე მგონი ჰაშიშიანი ჩაი დამალევინეს. Chai monto. Barber. მე მგონი მაგიტო არის ეს კაცი, კაი ხასიათი. Chai monto. ხერის არ გაჩერებულა მთელი საღამო. No, thank you. Voilà. أخذ قولي تي. I want a tea. უეჭველი ეგ არის მეგობრებო. მაგიტო სოს ესე სიამოვნებით. هذا واتر شو تقولون أنت؟ الدلو؟ Water. واتر. მეც არ გამიკვირდა რატო არის ესეთ კაი ხასიათზე თქვა. თურმე ჰაშიშიან ჩაისვა ყოველ საღამოს. კიდე კაი ბევრი არ დავული. خيمة بربر. خيمة بربر. აი ესე მეგობრებო, წავედი ახლა მეც შევგორდები ჩემს კარავში.
და კარგად დავიძინებ რა. დავისვენებ. ხვალაც საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი დაახლოებით 400 კილომეტრი რა. ესეც ასე მეგობრებო, შემოვწვევი ჩემ კარავში. ეხლა კარგად დავისვენებ, გამოვიძინებ. ხვალ დილიდან საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, დაახლოებით 400-500 კილომეტრამდეც შეიძლება იყოს. ხვალინდელი გეგმა არის, რომ უნდა ჩავიდე აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. აუცილებლად უნდა მოვინახულო და დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო რაღაცები გადავხვდება თავს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, მე ზედმეტ ლაპარაკს არ დავიწყებ. მე მგონი თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ, როგორი დღე გამოვიდა და თქვენთვის მომინდია ამ ყველაფრის შეფასება რა. იმედია ლაიქებში და ამ ვიდეოს ნახვებში კარგად აისახება ზუსტად ეს ყველაფერი და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ვიდეომ რეკორდი მოხსნას ნახვების, ასე ვთქვათ. ეს დღე ჩემთვის იყო განსაკუთრებით ემოციური, ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც ბოლომდე ჩემთან ერთად იყავით. დავედი ახლა დავისვენო და იმედია ის რაღაცა საჭმელები არ მომწამლავს.